la la ya la 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 ya la 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 ერთუთი Chito, Guverito, Chito Margarito da. Chito, 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 Chito Margarito da. 0-3 ავატანემ. კარგი, მეგობრებო, ესეც ასე. ძალიან ბევრი სომეხი მეგობარი მყავს, მაგათ ვენაცვალე, მიყვარს ეს ხალხი. უმაგრეს კონიაკს აკეთებთ, უძველესი ისტორია გაქვთ, თქვენ გენაცვალეთ, მაგრამ ვეტამ სპორტზე ია დირექტორ. გილოცავთ ყველა ამ გამარჯვებას ყველას გილოცავთ, ჩემო მეგობრებო, ძალიან მაგრად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა, თუმცა რა თქმა უნდა, ჟორჟ მიქაუტაძის თამაში უნდა გამოვყოთ რა. როგორც იტყვიან, აიკლოს სომხეთის ნაკრების დაცვა. მე რას ვფიქრობ, იცით? მიქაუტაძე ხო საფრანგეთში სწავლობდა, სკოლა იქ აქვს შესაბამისად დამთავრებული, ამის თქმა მინდოდა, ხო და როგორც ჩანს, საფრანგეთში არ ასწავლიან, რომ ჰაოსი და ქართლოსი ძმები იყვნენ. არ ასწავლიან. მოგეხსენებათ, სომხეთის ნაკრების მთავარი მცველი გახლავთ ჯონ ვან სხიპი. ეს რომელი სხიპია, იცით? აი, აიაქსის თავკაცი რო იყო და ჟორჟს რო სათამაშო დროს არ აძლევდა და რო შემოყავდა და ლამის დაცვაში რო ათამაშებდა, თავის ადგილას არ აყენებდა, არ შემოყავდა, ხო და ჩვენი ბიჭი ძალიან მორიდებულია. ძალიან ძდილობიანია. ახლა ფრანგული გაზდა მაინც ხო წარმოგიდგენიათ რა. ამიტომ მე გავაკეთებ ამას რა. გაგსხიპეს? დო დუბლი ჟორჟმა? სხვათა შორის ამ მატჩამდე ვან სხიპმა თქვა, რომ თბილისშიო ფრეს ვითამაშებთო და ერევანში მოვიგებთო. ანუ რა ეგონა ეხლა ამას? ასე ადვილად მოატყუებდა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას? და სომხები ძმაო არ არის ადვილი მოსატყუებელი ხალხი. ამიტომაც ჩაატარეს 14,000-იან სტადიონზე, აბა 60,000-იან რაზდანზე ხო არ შეირწყვენდნენ თავს? მოკლედ ეს წელი გამარჯვებით დავიწყეთ და იმედია თბილისშიც მოვიგებთ, თან აქ უკვე კაშია და კვარა გვეყოლება ცავატანე. ახლა კი მეორე უდიდეს მოვლენაზე უნდა ვთქვა, ესე იგი რამდენი წელია იმედის დილის წამყვანი ვარ. დილა ვდგები 4 საათზე, ხან 5 საათზე, მივდივარ სამსახურში, მაგრამ 20-ში დილას უთენია რომ ბედნიერი ვიყავი, ეგეთი ბედნიერი არასდროს ყოფილ ვარ. ეს რა თქმა მამუკელაშვილმა ხო? NBA-ის ისტორია დაწერა, რაც კი ეს ჩემპიონატი არსებობს, არავის არადროს 20 წუთზე ნაკლებ დუროში 34 ქულა არ ჩაუგდია. სანდრო მამუკელაშვილმა შეძლო ეს, შენ გენაცვალე, მხეცი ხარ, ნადირი ხარ, არანორმალური ხარ, შენი ჭირიმე 7 სამქულიანი ჩააგდო, 4 ჩატენვა ჰქონდა, 9 მოხსნა, ანუ სტეფ კარი, ლებრონი და იოკიჩი სამივე ერთდროულად დაბოღმა. სხვათა შორის ამერიკელები მე ხუმრობდნენ თუნდაც მე იქ მეგობრები მყავს ერთად ჩალიჩობდით კალგოტკებზე ეს ამერიკელები თურმე მე გადაობდნენ რომ სან ანტონიომ კი არა სანდრ ანტონიომ მოგვიგო გენაცვალე შენ და კიდევ ბევრი წარმატებები გადავიდეთ სხვა თემებზე რაგბი ევროპის ფინალი მოვიგეთ მე-17-ეთ თანაც მერვე ზედიზედ ესპანეთი დავამარცხეთ 46-28 ნუ რომ მოვიგებდით ამაში მე დარწმუნებული ვიყავი მეგობრებო მაგრამ ფეხბურთში ევროპაზე რო ესპანეთთან წავაგეთ აი იმის ჯავს ეგეთი ზუსტი სიზუსტით ეგეთი აი თლათ ასე თუ ვიყრიდით ნამდვილად არ მეგონა რა აქაც ასე მოხდა ჯერ ესპანელები დაწინაურდნენ და მე გადაუარეთ ზუსტად თუმცა ერთი განსხვავება მაინც იყო რაგბის მსაჯები ჯობდნენ ბიჭო ხო FIFA-დან გვაქვს სიახლეები, მოგეხსენებათ 20-26 წლის მუნდიალი ამერიკაში, კანადაში და მექსიკაში ტარდება, ხო და FIFA-მ მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტში დონალდ ტრამპი შეიყვანა. რაო, კარგია, მე მივესალმები. არის ხალხი, ვისაც არ მოსწონს ეს სამ ქვეყანაში რო ტარდება მუნდიალი და ერთ ქვეყანაში რატო არ ტარდებაო და 20-26 წელს მგონი ისევ ერთ ქვეყანაში ჩატარდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მის შტატ კანადაში და მის შტატ მექსიკაში. თქვენ კი გამოიწერეთ პანამის არხი, სანამ ესეც მიიერთა, ივან. ხო? და იქ ნახავთ გელაია კორძაძე კანადურ ჰოკეის რო უყურება. ოთარ, სადა, შაიბა, ვერ დავინახე. რატო უხარია ამ ხალხს?
მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სპონსორია კომპანია Leaderbet-ი, დიდი მადლობა Leaderbet-ს. ასევე ჩვენი მხარდამჭერია მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი Leader Sport Arena, სადაც ჩვენი სტუდია იმყოფება. 26 აპრილს ბათუმში პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონის ვახტანგ ახობაძის და ყირგიზის სპორტსმენის ბეკბოსუნ ტოქტოსუნის რემატჩი გადაწყდა. ხო და უმაგრესი ბიჭი ვახო გვეწვია სტუდიაში მენეჯერ გეგი კიკაბიძესთან ერთად. გამარჯობა. ვახო, როგორ ხარ? გახარ. გაიხარე შენ, ჩვენც არა გვიშავს, არიცი რამხელა სიხარული მოგვანიჭე, აი იმ ყირგის რო მოუგე. იცოდი რომ დაამარცხებდი? დღეში ოჯერ მოუგე. დღეში ოჯერ მოუგე. ანუ დარწმუნებული იყავი რომ დაამარცხებდი. გეგი, შენ მენეჯერი ხარ და შენ როგორი გააწყობა გქონდა? მე მაშინ არ ვიყავი მენეჯერი, მე ჩავავლე. მე დაინახე რომ მაგარია და მე ჩავავლე. ეგეთი მენეჯერი ვარ, რომ ვნახულობ რომ მაგრებერიან მე ვავლებ, თორე თავიდან ვერ ვცნობ. შენი დაპირისპირების ვიდეო მთელმა მსოფლიომ ნახა რა? და მართლა ყველამ ნახა და თითქოს რაღაცა უპატივცემლობა გამოავლინაო ამ მეტოქემო შენმა ყირგიზმა მეტოქემ რაღაცნაირად ჩაიცინა და მაგიტომაც დაერა ხო? დაჩაგაცინებული. და შენ თვითონ შეამჩნიე ეგ ფაქტი რომ რაღაცა ისე გამოვიდა. ყურადღება არ მიგიქცევი. ყურადღება არ მიგიქცევი. მე თუ მოგიდე ხე გახით. მაგრამ ახლა გითხარი ეხა როგორ ემზადები? ემზადები ქუთაისში 11 საათიდან ვიწყებ 7 საათამდე ვაჯიშ. რა სლაპა? მალაფიდა ოთოთ თბილისში ვარ. მე აქან მე ვაჯიშო. გუშინ წავედი გუში ვაჯიშე მილეკა თსაღავ ჩამოდი 20 მიღარ ჩამოვედი. უნდა დაყვან. ვაჯიშო. ძალიან მაგარია. იმას როგორ შეეგუე ხალხი რო გცნობს? ისე, კი, კარგი. ისე. ხალხი გცნობს უყარხარ მაგარი გზნობაა რა. ძალიან ბევრი ფოტო გაქვს გადაღებული? ერთ დღეში მოვასწალა ცეცხლება ამა გადაღებული. გეგი, ეხლა შენ მოგვიყევი, როგორ მიდის მზადების პროცესი? შვენიურად. როგორც მენეჯერმა. კარგად, სპორტული კუთხით აგერ ირაკლი გამთენაძე და ავთვახულედიანი კურირებენ და მე უფრო აი ბექგრაუნდი, მარკეტინგი, PR-ი. აქეთ ჩემპიონ კარგადაა ყველაფერი და იქით არ ვაცდია, ეგ ამბავია უბრალოდ და. მაგრამ აქვს ხელშეწყობა. თბილისშიც არის დარბაზები, სადაც ვარჯიშობს, ქუთაისშიც და მე ბათუმშიც ჩავალთ, დასკვნითიათი დღე და იქაც. აი, იმ კლავჭიდის ვარჯიში რაში მდგომარეობს? მარტო უნდა იჯდე და ხელი ამუშაო თუ? არა, შტანგა განტელები. შტანგა განტელები. ბაგიზე უნდა ახვიდე 10 ჯერ უნდა ჩამოხვიდე. შენ გემზეც იმუშავებ, რამე რო იყოს. ბაგირზე ახვიდე, ჩამოხვიდე და ეს ყველაფერი მიდის, ანუ იმის წინ, რა ქვია, ტურნირამდე. სირბილი? სირბილი არა. ბაგირი ჯობია. ბაგირი ჯობია. კარგი, გეგი, რატო გადაწყვიტე ზოგადად რემატჩის ორგანიზება? იმიტომ რომ ჯერ ერთი საინტერესო იქნება ამ ორი სპორტსმენის კიდევ ერთხელ პირისპირ ხილვა. ხო. მეორე იმ ადამიანს ვაძლევთ შანსს, რომ დაამტკიცოს თუ რამე აქვს დასამტკიცებელი და მესამე კიდე და მთავარი მინდა რომ კიდე მოუგოს ვახომ. და მოხდეს ეს ყველაფერი ქართული გულშემატკივრის წინაშე. სხვათა შორის ეხლა სომხეთ-საქართველოს აქტუალური თემაა და ვიყავით ჩასულები ჩემს მეგობართან, სპორტის მინისტრთან, კარენ გილოიანთან და რო შევთავაზეთ ეს იდეა, რომ ერევანში გავაკეთოთ თქო, მთელი ერევანი ფეხზე დადგა. უბრალოდ ის არ მოყვებოდა ბეკბოსუნი ბატონი აქეთ და ნეიტრალურზე უნდოდა. და სომხები იყვნენ ძალიან მოწადინებულები, ყველანაირად. ერევანში ჩატარებული იყო ეს უნდა ჩატარებული იყო და ბოლოს დავკერეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ყირგიზი მოწინააღმდეგე. მივეცით უსაფრთხოების გარანტიები და უკვე ბათუმში გადავწყვეტ. და რა უსაფრთხოება უნდოდა ერთი მითხარი? მთელი ესკორტი რა, აი კენედის რო ესკორტი ყავდა დაახლოებით ეგეც ითხოვს. ხო და რატო რა ამისთანა რა არა იმედი ეგრე არ დაასრულებს.
ანუ ეშინოდა რა. რისი და ხალხის ქართველი გულშემატკივრის აგრესიის და მე ჩვენ ვუთხარით რომ ჩვენ სტუმართმოყვარე ხალხი ვართ თუ არ იცოდი აწი გაიგებთქო. მივეცით გარანტიები რომ იქ ჩვენთან როდესაც იქნება ეს ადამიანი ამ პერიოდის მანძილზე არანაირი ექსცესი არ მოხდება და დავარწმუნეთ და საბოლოო ჯამში მოდის. და გვიხარია ძალიან რომ მოდის. ძალიან მაგარია. შენ საკმაოდ წარმატებულ და საინტერესო ქვეყნებში მოგზაურობა გიწევს ხოლმე როგორც მენეჯერს. მიწევს ხოლმე. ხო და ნიგერიაშიც იყავი, ხო? ნიგერიაში ვიყავი 3 დღე და 6 დღე ვიყავი გზაში აქეთ იქიდან. რა ხდება ეს როგორი ქვეყანაა მოგდა? ჩვენ ახლა ნიგერია ვიცით უფრო ცნობილი ფეხბურთელებით, ხო? ყველაზე წარმატებული სპორტი მაინც ფეხბურთია. აი როგორი ქვეყანაა? როგორ გითხრა ეხა როგორი ქვეყანაა? ტალანტების სამჭედლოა, მაგრამ სხვა მხრივ რო ჩავედი დამხვდნენ დაცვები, იმიტომ რომ იქ ძალიან რთულია. შენც მოითხოვე გარანტიები? მე არ მომითხოვია, მაგრამ თვითონ მომთხოვეს, რომ დაცვის გარეშე არ უნდა იარო რა. ხო. იმიტომ რომ პორტუგალიურმა სააგენტომ მიმიწვია, სადაც ეხა ვარ მე უკვე იმ სააგენტოს წევრი ვარ და მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. ჩავედით და პირველი რაც მოხდა, ჩავსხედით მანქანაში, მივდივართ და უცბად ბუმ და ვიყურები და მანქანა ფეთქდება ავტობანზე. აი მართლა. და უცბად ვერ მივხვდი რა უნდა მექნა და კარს ვაღებდი და რა კარს ვაღებდი ეხა ვერ მივხვდი, მაგრამ ნუ მეთქ სად უნდა გაიქცე, მაქსიმუმ მანქანით გაიქცე და გავაღწიეთ რა. ძალიან გაჭირვებული ერია, მაგალითად იქ ერთ-ერთი მიმტანი სასტუმროს რესტორანში მკერავდა რომ რაღაცა ფეშკაში მიმეცა, გაიგე და ნუ არ მქონდა ეხა ნაღდი ფული, ბარათი მქონდა და მე ვუნა ბარაო, პრობლემაო, გამატანეო ბარათიო. წავალო, აგერო 1-2 კილომეტრია ბანკომატიო, მოვალო და მოგიხსნი და მომეციო და ეხა ბიჭო ვცდილობ როგორ გამოვიძვრინო თავი და ვეკითხები რომ მეთქი ხელფასი თქო, კაცურად მითხარი რა გაქვს თქო რა. ხო და გადმოთვალა და თვეშიო გამომდის რომ 70 ევროა და ეხა ცნობისთვის იქ ბანკის დირექტორს ქონია სადღაც 300-350 евро, ესე ვთქვათ, თვიური ხელფასი და 70 евро მიმტანისთვის მაგარია და ეხლა მე ვფიქრობ და ვეკითხები რა, მეთქი აი რაში ყოფნის ეს ხელფასი, კაცურად მითხარი როგორ ცხოვრობ, თქო, თვიდან თვემდე აღწევ მეთქი, კიო. აი რა შვები 70 ევროდ მეთქი. საჭმელს ყიდულობო, თელთვის მარაგი მაქო. ყოველთვიურაო, მაგრამ რამდენიმე თვეში ერთხელ ჩასაცმელს ჩემი შვილებისთვის ყიდულობო. გადაადგილებაზე პრობლემა არ გვაქვს ტრანსპორტზე და დანაზოგსაც ვაკეთებთ და ვუყურებ ბიჭო ეხა ესე ღვაზე ხარ 70 евро და აქედან ვუტრიალებ. შენ იცი მეთქი საქართველოში საშუალო ხელფასი რამდენი არის მეთქი და რამდენი რა 500-600 ჰაჰა $700 მეთქი რა. და მაგ $700 მეთქი მარტო სახლის კირაობა თუ სახლი არა აქვს ადამიანს $800-900 დაიწყება და დანარჩენი არ იკითხოთ ხო და ეხა მეთქი ზუბობას გაფიცებ კიდე შემთხვევ მეთქი ფულს. ვასათა ხონური გავუშვი მაიც რა. არაც ვერ გავატანდი ვერანაირად. არა, რას ლაბარაკობ, არას ვერ გავატანდი. ისე აფრიკელი ფეხბურთელების საქართველოში ჩამოყვანა უფრო რთულია თუ მე სახში გაშვება? ო, გაიგეთ ხო არის, ორივე ძალიან რთული არის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ მქონია ის პრობლემა რომ აქედან გაშვება, იმიტომ რომ რაღაც სწრაფად წავიდნენ, ეტყობა არ მოეწონათ ჩემთან მუშაობა და ჩამოსვლა უფრო დიდხანს დაჭირდათ ჩემ შემთხვევაში ვიდრე წასვლას. ერთადერთი ინკუმი იყო სამუელ ინკუმი, რომელიც ისეთი ორ მსოფლიო ჩემპიონატთან ათამაშებდი და რაღაცა და კარგადაც ჩამოვიდა მარტივადაც წავიდა. ისე მოწონთ საქართველოს. რა აქვს დასაწუნი? აფრიკელებს კი არა, ზოგადად ვის რა აქვს ჩვენ ქვეყანაზე დასაწუნი. არის ერთი ეგეთი ისტორია, ზოგადად მენეჯერობა მარტო ის არ არის, რომ ფეხბურთელი მიიყვანო გუნდში, დააბინავო და ჩააბარო პატრონს რო იტყვიან რა, მერე ყველანაირად მაგის მარჯვენა ხელი უნდა იყო. და მე მარტო ფეხბურთელებს კი არა, ისე ხდება ხოლმე, რომ მათი ოჯახის წევრების მარჯვენა ხელიც ვარ ხან, ალერგოლოგი ვარ ხან, პედიატრი ვარ ხან, ის ვარ ხარ, ეს ვარ. ყოველ შემთხვევაში ეგ თქვა, რომ მაგათთან შრომავალი ვარ და მოკლედ ჩემი ერთ-ერთი ფეხბურთელი მირეკავს უცხოელი რა, საქართველოში ყოფილი. რომ, კაროჩეო, რაღაც პრობლემა მაქო, სერიოზულიო და თან ინგლისურად ვერ მიხსნის რა და თან მივხვდი რომ რაღაც გინეკოლოგის საჭიროება არის. მეუბნება რაღაცას და მე მგონია რომ რაღაცაო თუ შეიძლება ჩემო ცოლმაო შვილსო აჭამოსო ძუძუო თუ რაღაცა ეგეთ ვერ მიხსნის. შენ გეკითხე ხო და როთხოვო ექიმსო გაარკვიო რა. და ნუ მოკლედ ვურეკავ ამ ექიმს და ვუხსნი რომ მეთქი რაღაცა ესე მითხრა ისე მითხრა, მოკლედ ვერა ვუხსენა. მიდი ერთი გადაურეკეო შენო ამ ფეხბურთელსო რაღაცას ვერ მიხსნიო და რა თემაა ჩამაყენე საქმის კურსში და საბოლოო ჯამში რა აღმოჩნდა. რომ მოკლედ დაუცველი სექსი ქონია ცოლთან და ახალი ნამშობიარები იყო რა.
მირეკავს რომ რა ვქნაო რომ არ დაფეხმძიმდეს და მორეკავ ხა ქალბატონს საკმაოდ ისეთი უხუცესი ქალბატონი არის ეს გინეკოლოგი და ვეკითხები რომ მეთქი აი ქალბატონო რა შეიძლება გააკეთოს და რამდენი დღის წინ რაღაცებს მეკითხება ნუ მეც ამ ამბებს ამ იმებს დეტალებს ვუყვები რა და მოკლედ დამაკვალია რა და ბიჭო მეუბნება რომ ისო რა ანუ ვაგინალური სანთლებიო უკაცრავად აუდიტორიასთან უნდა გამოიყენოსო და ხა ინგლისურად ვლაპარაკობ კარგად, მაგრამ მეთქი ხა არ დაურეკო ეს ამე არ გამოჩეს და ვწერ რომ hey my friend your wife needs pussy candles ვეუბნები რა sorry მეთქი მაგრამ your wife needs pussy candles მეთქი წარმოიდგინე pussy candles ვეძებდი ჩემი ფეხბურთელის სოლისტის ვაგინალური ვეღარ გავიხსენე ინგლისურად რა თან ბოდიშიც მოუხადე მაგრამ რა ვქრა თვითონ თხოვა ვახო, იცი რა მითხარი? აი, ურთიერთობა როგორი გაქვს მოწინააღმდეგესთან? ანუ იქ რო გადიხართ და იქ რაღაც რაღაც მეგობრული და ისეთი დამოკიდებულებაა თუ ის მემტრებად რჩებით? არა. მეგობრული. ხო. რამოდენიმე ქვეყანაში ვარ და ვიცოდეთ მან. თუ გინდა უკრაინელებთან პოლონელებთან არის კაი ურთიერთობა მაგიდაზე ვინდო რა მაგიდად ანუ ეხლა შენ გამარჯვებისთვის ხო ემზადები მორიგი გამარჯვებისთვის ბათუმში ბევრი ხალხი დაესწრება ალბათ ხო გეგი იმედია ჩვენ გვინდა ყოველ შემთხვევაში ეხლა მიდის ჯელობა დახურულ თუ ღია სივრცეში ზირითადად გვინდა რომ ღიაში 6 აპრილი, მაგრამ ბათუმის საშიშია წვიმის. ო, თავსდაბოლოს ვერ გაუგებ. ამიტომ აი ამ დღეებში გადაწყდება ღია იქნება თუ დახურული და რაოდენობაც მაგის მიხედვით განისაზღვრება შემდეგ უკვე რა. ხალხის რაოდენობა, ხო? თავის. ისე ღიაში მეტი იქნება. ღიაში კი, მაგრამ იმ ღიასაც ვფიქრობ რომ გადავხუროთ რა, იმიტომ რომ მაინც ის ტერიტორია ეს ჩავატარეთ, ვახო მოიგო, მე რა გეგმებია. ვახოსთან დაკავშირებით? ვახოსთან რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ვახოსთან მე ევროპა ხო ესია? მე ისე სოფლიო და ესე წავალთ წრეზე და ისე დავატრიელებთ ხან მარცხენას, ხან მარჯვენას და ბეკბოსუნი თუ არა, ვინც შეკვდება ყველას ვაპირებთ რომ მოვუგოთ. აი გეგმებია და ზოგადად ვახოს პერსონაჟსაც შეეხება, ძალიან საინტერესო პიროვნება არის, შინაგანად, აი ძალიან მაგარი სამყარო აქვს ამ ადამიანს, ვინც გაიცნობს, მიხვდება და სპორტის მიღმაც შეიძლება ამ ადამიანმა სადაც ბედი, რა მიმართულებით გამოჩნდება. ისე დამუღამებული მაქვს, აი ყველაფერს გეძები შეჯიბი წინა დღეს ან სამი თუ ტობეთო იგე მაგი იგე Kino aga gonia temeka otro da magize de Kai. Khoda, tu karaja tamaji doitsa baxa tomedo televizyon unda gamovto. Uotla ageben. Biyo mevta eti tamaji meyge. მოიცა 26 აპრილამდე ახლა ვერ მოიგებენ ერთად. რა ბიუღაზა თეთაგებას ხუი გაგლაზანი და მო კახედა წააგოდა რა ვიცი რამდენად სანაკრებო პაუზა მოგისწროთ ვახო შენს და ტორპედოსაც ასე რომ შენ მადლობა თქვი რომ თბილისის დინამოზე არ ხარ დამოკიდებული. კიდე კარგად გაგიმართლა. ერთი შეკითხვა მაქვს ვახო შენთან. ჰალკი მართლა მაგარია თუ ჩვენ გვატყუებს? მართლა მაგარი. მაგაზე მაგარი ირაკლია გამთანაც. მართლა? მისი მწვრთნელი. მისი მწვრთნელი. ოლივერ ხაშა მოგებულ ევროპა და სოფლიო. აჰა, გასაგებია. კარგი, ახლა სომხეთის თამაშზე რა სიტყვი? რა სიტყვი? შენ როგორც მოუგე, ყირგიზს ისე მოუგეთ, ხო სომხეთსაც? უაროს. შენ რა სიტყვი? კლასიკა. მე ვარ პირველი ტაიმის მერე დაიძინა ჩვენები რო იგებდნენ. ხო, აზე აქონდა, უბრალოდ გამოვ.
და მე რას ვიტყვი და რა ვიცი, კმაყოფილი ვარ. რა უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი, სომხებსაც უფრო მედგარი წინააღმდეგობა რო გაეციათ, იმიტომ რომ ხაიცი მაგათ აქვთ ხოლმე სალაპარაკო, ეხა ჩვენი ნაკრები არ ვარ გაი. პრობლემები გვაქვს ბევრი ფედერაციაში, იმაში, ამაში. ხო, მაგრამ ნუ ეხა ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრებია იმდენად გაზრდილი, რომ ადრე პრობლემურ ნაკრებებთან გვახსოვს ხო ეხა ხშირად გვიჭირდა და აგერ ეხა უკვე ეგეთ პრობლემურ ნაკრებებს ერთი ამოსუნ თქვით ვამარცხებთ. შეგვიძლია მაგარი კაშია, კვარაცხელია და მოვიგოთ. პრაქტიკულად ბეჯგუმში არგელი შევინარჩუნეთ ეხა. მე წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი, მაგრამ ახლა არ ამგონია სამი ბურთის სხვაობით ერთი სომხი დაამარცხებს ეხა საქართველოს ნაკრებს და მეორე რა ვიცი, ვერ შევადარებ. რა ქვია შემოწინამდეგეს? ენი გასატეხია მაგი. ბეკბოსუნ ტოქტოსუნი მოუგებს ერთი. ვახოი ახობაძეს. მინდოდა მეთქვა, მაგრამ აქ დავპაუზდი, მაინც არ იქნებოდა სწორი ჩემი. კაი და ბოლოს ვახო შენი ფავორიტი სპორტსმენი ვინ არის? ზოგადად მარტო კლავჭიჩი არა, აი ვინ არის მისაბაძი ტიპი ვინ ყავს? ფეხბურთი იგი მახა ასათიანი, მაგარი ასათიანი. ო, მაგარია. მათ მაგასები ვარ ასე ვარ. ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო მახო ასათიანი. მიდი ახლა კამერაში უთხარი მოვიდეს მახო ასათიანი ჩემთან. აი ეხლავე უთხარი, ეხლავე. მოდი ოთარასთან თქო, უთხარი. მახო ოთარა გიბალოს. მოგლეთ ბიჭებო, ჯიგრები ხარ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ვახტანგ ახობაძე, გეგი კიკაბიძესთან ერთად უკან ჩემი სტუმრები. გადაცემის წარმდგენია ონლაინ სპორტული ჟურნალი ლიდერ სპორტი. ყველაფერი სპორტის შესახებ.